დილამშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით და ჩვენს მაყურებელსაც მივესალმები. ვსაუბრობთ თხილზე, მაგრამ არა მარტო თხილზეც, იმიტომ რომ დღეს მაყურებლისთვის მომზადეთ საკმაოდ საინტერესო თემა, უნდა ვისაუბროთ ზოგადად ჯიშზე, ხილზე და ბოსტნეულზე და თხილზეც ბუნებრივია, იმაზე თუ რა დაიკარგა წლების განმავლობაში, რა დარჩა ყურადღების მიღმა და ქალბატონმა ლალი გოგინაომ, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება, როგორ შეუდგა, ასე ვთქვათ, ამ რთულ გზას, რომ ეპოვა ეს ჯიშები და შემდეგ გაევრცელებინა ის ჩვენთვის და მოკლედ მოსულიყო ეს ძველი ქართული გემოები ჩვენამდე. ჩვენი გადაცემის სტუმარია ლალი გოგინავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. დილამშვიდობისა ქალბატონო ლალი, გვიხარია თქვენი სტუმრობა და ჩვენთან ერთად ყოფნა და ბუნებრივია სანამ პრაქტიკულ მხარეზე ვისაუბრებდით და იმაზე თუ როგორ უნდა მოვუაროთ წელიწადის ამ დროს აქტიურ სეზონზე თხილს, მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ შეუდექით ამ დიდ გზას და რატომ გადაწყვეტეთ გეპოვათ ეს უძველესი ჯიშები და რომელმა ქართულმა ჯიშმა მიიქცია ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა მოგესალმებით პირველ რიგში. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ბედნიერ და მშვიდობიან დღეს უსურვებ რასაკვირველია. რაც შეეხება ამ ძველ ჯიშებს. ძალიან დიდი ხანია მე ვმუშაობ ამ ჯიშებზე. ჯერ კიდე სამეცნიერო კვლევის ცენტრში ვიყავი და იქედან დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხილის ქვეყანა, ვაშლი ჩვენი ენდემია, ჩვენი ძირითადი კულტურაა და ჩვენთან ვაშლი თითქმის ძველი ჯიშები გადაშენების პირას იყო. ვერსად ვერ მოიძიებდი იმ კარგ ჯიშებს, რომელიც ჩვენ ოდითგანვე მოვსდევდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემს გუნდთან ერთად მომეძია მთელი საქართველოს მასშტაბით ის ძველი გადაშენების პირას მისული ქართული ვაშლის და მსხლის ჯიშები, მაგრამ მარტო მოძიება არ არის ხალხო საქმე. მთავარია, ჯერ მოიძიო, გაამრავლო და მერე კიდევ გაავრცელო, იმიტომ რომ გავრცელებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს უნდა გავიდეს ფერმერებში, მოსახლეობაში, რომ ეს უნიკალური ჯიშები არ დაიკარგოს. და რომელ ჯიშებზე ვსაუბრობთ კონკრეტულად? ენერგები გამახსენდა ახლა ხეჭეჭურის მსხალის. ახლა მოგახსენებთ მაგასაც. ახლა რაც შეეხება ამ ძველ ქართულ ჯიშებს, ელკანა ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია ელკანა წლები მუშაობდა ვაშლის ჯიშებზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. მაგრამ როცა მე ელკანასთან დავიწყე თანამშრომლობა და მისი თანამშრომელი გავხდი, მე მოვიარე მთელი საქართველო, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იყო ეს საინტერესო ჯიშები. მაგრამ ძალიან გამიჭირდა ერთი რამ, უკვე ეს ხეები ამორტიზირებული იყო. მას ნაზარდი ძალიან ცუდი ჰქონდა. თუ ნაზარდი არ აქვს, თუ კალამი არ აიღე, თუ კვირტი არ აიღე და თუ არ დაამყრე, აბა როგორ გაავრცელებ და როგორ გაამრავლებ მას. მაგრამ ვეცადეთ ყოველ მხრივ, რომ აი იყო მცენარე იმხელა დიდი ხე-დგას და სულ სამი კვირტი სამი კალამი აგვიჭრია და იქედან სამი კვირტი აგვიღია. ის სამი კვირტი დაგვიმყნია და შემდეგ საუკეთესო ვაშლის ჯიში გამოსულა. რამდენი ჯიში გადაარჩინა? 32-ზე მეტი ჯიში მოვიძიეთ საქართველოში. არაჩვეულებრივი ჯიშები. ჩვენთან მუდმივად არის ზარები ელკანაში, რომ გეხვეწებით, შეგვახვედრეთ 1-2 ჯიში, მაგრამ ჩვენ კომერციული ორგანიზაცია არა ვართ, მოგეხსენებათ. და იცით რა არის? აი ყოველ წელს ვრგავთ 1000-1500 საძირეს. და ეს არის ჩვენი გამოსავალი ამ ენერგების. დიახ, ქალბატონ ლალი, ახლა ჩვენ საუბრობთ ამ ჯიშებზე, ძველ წარსულზე, რომელსაც ახალი სიცოცხლე აქვს ფაქტობრივად თქვენი ამ წლების განმავლობაში გაწეული შრომით, მაგრამ საინტერესოა, მე და ჩვენი მაყურებელი, ჩვენ ყველანი ახლა გისმენთ, რა უპირატესობა აქვს ამ შემთხვევაში თუ კი გვინდა გავაშენოთ ბაღი, არჩევანი გავაკეთოთ ძველ ქართულ ჯიშებზე, და არა, თქვა თანამედროვე ჰიბრიდულ ჯიშებზე. გულისხმობ აქ როგორც გემოვნურ თვისებებს, ისე გარემო პირობებთან შეგუებლობას, აი რა უპირატესობა მექნება მე თუ კი გადავწყვეტ რომ ძველი ქართული ჯიშების ბაღი გავაშენო. კი, დეკორაციული თვალსაზრისითაც. აი რას გვეთქვით ამასთან? ახლა რა შეასაქმე? ჩვენი ფერმერები უკვე გადართულები არიან ამ ინტროდუცირებულ, ანუ შემოტანილ ჯიშებზე. და რატომ? ესე იგი ეს შემოტანილი ჯიშები უფრო ლამაზად და ხო იცით ახლა ადამიანის თვალი ეს სხვანაირია. რო შედიხარ იმ ლამაზვას რო ხედავ და
და ლამაზ მსხალს გინდა რომ ის იყიდო და ის წაიღო სახლში ასეა ცოლის ლამაზე გინდა რომ მაგრამ როცა ჩვენ დეგუსტაცია გვაქვს რასაკვირველია ამ ჯიშების შედარება აუცილებელია შემოტანილ ჯიშებთან გემური თვისებებით ვიტამინების შემადგენლობით და განსაკუთრებულად რკინის შემადგენლობით ჩვენი ჯიშები 1-2 კერა 3-ჯერ მეტად აღემატება იმ შემოტანილ ჯიშებს და ამიტომ ახლა მე რო გითხრათ რომ დიდ ბაღებს აშენებენ ამ ჩვენი ჯიშებით არ ვიქნები მართალი მაგრამ არის ფერმერები მაგალითად ასმინძის რაიონში სოფელი ნიალაა თქვენ იცით რომ 1600 მეტრზე ზღვის დონიდან იქ 1 ჰექტარი გააშენეს ეს ქართული ძველი ჯიშები აი ის 28 ჯიში აქვს გაშენებული და შესანიშნავად გრძნობს ეშვენი ჯიშები თავს იმიტომ რომ არიან ფერმერები ვისაც უნდა რომ ჩვენი ქართული ჯიშები არ დაიკარგოს და იყოს ეს საქართველოში რასაკვირ ასევეა მსხალი, ხეჭეჭური მსხალი ახსენეთ თქვენ. ხეჭეჭური. არის კაცის თავა, საოცარი, აი როგორი სახელი ქვია, რაჭალეჩხუმში იქ მოვიძიეთ, ჩვენ გავამრავლეთ და გადავეცით ფერმერებს. ჩვენ ძალიან ბევრი ფერმერები ყავს, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ბიომეურნეობაზე და ბიოწარმოებაზე ვმუშაობთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მოსახლეობისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის რასაკვირველია. დღეს ამ ხრივ ცოტა თუდად არ გვაქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით ალბათ საინტერესო იქნება რჩევები გავცეთ ჩვენი მაყურებლისთვის. აი როგორ უნდა მოვუაროთ ამ ჯიშებს რა განსაკუთრებულ თქვათ ზედამხედველობას და ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან თუ კი გადავწყვეტ რომ ეს ძველი ჯიშები გქონდეს ეზოში. კი ბატონო, მცენარე, ყველა მცენარე მოითხოვს მოვლას. თქვენ მცენარე იცით რომ ცოცხალი ორგანიზმია. კვება უნდა, წამლობა უნდა, აუცილებლად. ის ვერ ლაპარაკობს, მაგრამ გთხოვს რომ მიხედო. ამიტომ ჩვენი პატრიარქი უწმინდესი აღნიშნავდა, როცა ხეს რგავ, ორივე ხელი მოკიდე ხეს და უთხარი გაგახარებ გამახარე. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეს მოვლა უნდა. არიან ფერმერები, ვინც მართლა ულიან თავის ბაღებს და შემოსავალიც აქვს. არავინ არ თქვას, რომ სოფლის მეურნეობას შემოსავალი არ შემოაქვს. 40 წელიწადზე მეტია მე ამ საქმეზე მუშაობ, მე აგრონომი ვარ სპეციალობით, მაგრამ არა თეორიას, კი მართალია ლექტორი ვარ, მაგრამ თეორიაზე არა ვარ, პრაქტიკოსი ვარ და ამიტომ ვიცი ჩემო ძვირფასებო, რომ კარგი მოვლით. და მცენარესთან ურთიერთობით ყველაფერი გამოვა ფერმერებს და შესანიშნავი მოსავალი ექნება და შემოსავლის წყაროც ექნება. აი ეს კარგი მოვლა და ბიოპრეპარატები რას მოიცავს უფრო კონკრეტულად რომ ახლა რაც მთავარია, დიახ, ეს ბიოპრეპარატებს რაც შეეხება. არის 1-20 წლის წინ ჩვენ ძალიან წვალობდით მარტო გადამწვარი ნაკელი გადამწვარი. ახლა იმდენი სასუქებია შემოსული ძალიან კარგი. ამაზე განსაკუთრებულად ჩვენ თვითონ აყვავს საქართველოში წარმოებლები მაგალითად ბიოაგრო შესანიშნავ სასუქებს, ბიოსასუქებს, ბიოშესაწამ საშუალებებს შემოაქვს უცხოეთიდანაც ეს ბიოშესაწამლის საშუალებები, მაგრამ არავინ არ თქვას რომ ზოგიერთი ფერმერი იჩემებს არა ქიმიის გარეშე არაფერი არ გამოვა. ჩვენ ძალიან ბევრი ფერმერი ყავს, ვინც მუშაობს ბიოწარმოებაზე. ეს ხეხილი გინდათ, ბოსტანი გინდათ, თუ სხვადასხვა მცენარეები რასაკვირველია. ამიტომ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება სუფთა პროდუქტი. იმიტომ რომ ძალიან გავწვალდით. ჰაერი დაბინძურებული, ნიადაგი დაბინძურებული, წყალი დაბინძურებული, მცენარე დაბინძურებული. აბა ჩვენი ჯანმრთელობა როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ? დაბინძურებული ჰაერი ახსენეთ, დაბინძურებული ნიადაგი ახსენეთ, ყველაფერი დაბინძურებული და ხე როგორ შეიძლება და ნაყოფი იყოს არა დაბინძურებული, რაც არ უნდა ბიოვქნათ, მაგრამ ეგ ერთი თემა. შედარებით. მე არ შემიძლია კი ეს უკაცრავად, მაგრამ ძალიან ისე გამომივა. იმდენი ვილაპარაკეთ დალის საყვარელ თხილზე, რომ ახლა თხილი რომ ვახსენოთ არ შეიძლება. ქართული თხილის ფენომენი არსებობს, ჯიში არის ესეთი ქართული თხილი. კი ბატონო, არა. ახლა თხილი ეს უძველესი კულტურა თქვენ მოგეხსენებათ სოფლის მეურნეობაში და ჩვენი რეგიონების მოსახლეობის შემოსავლის წყარო ახლა არის ეგ თხილი, მაგრამ მე რა მიხარია იცით?
გაშენებული თხილის 95% ჩვენი ქართული ჯიშებითაა წარმოდგენილი. ამას რაჯობია. აი ეს მახარებს მე და ჩვენი ფერმერების მიდრეკილება ამ ქართული ჯიშებისადმი. ეს არის ჩვენი მომავალი, ჩვენი სამშობლოს სიყვარული და ყველაფერი. ამიტომ შესანიშნავი ჯიშები გვაქვს. ახლა ზოგიერთი ძახის მაპატიეთ, აი რაშია პრობლემა? აი რაოდენობრივად ვერ აწარმოებენ იმდელ ვერ ზრდიან. რატომ არის ასეთი ხელმიუწვდომელი ეს ჩემი საყვარელი თხილი? არა, ხელმისაწვდომი ნამდვილად არის თუ კარგად მოუვდი, მაგრამ თხილს ძალიან კარგი მოვლა უნდა. აი რა რჩევა გექნება ახლა რა რჩევა მეცნიერია? დაუშვა და დავკრიფეთ ჩვენ თხილი ფოთოლცვენის შემდეგ აუცილებელია. ზოგიერთი ფერმერი რას აკეთებს? დაკრიფავს თხილს, მერე გაზაფხულამდე არ შევა იმ ნაკვეთში, ხო? იქვე ფოთოლცვენის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოიხშიროს ის შემოტეხილი ტოტები, შემხმარი ტოტები, ზედმეტი ამონაყრები. ერთი ძირიდან უნდა მოდიოდეს 5-6 ჯამრთელი ტოტი, რომ მან ჩვენ მსხმოიარო, კარგი მსხმოიარე ტოტები მოგცეს და რატომ იცით? ჩახშირება არ შეიძლება, აერაცია უნდა იყოს. როცა ჩახშირებულია თხილი, მაშინ იქ მავნებლები, დაავადებები ისადგურებს, რაც საკვირველია. და პირველი წამლობა იწყება სწორედ კრეფის და იმის ფოთლის ჩამოცვენის შემდეგ. ეს რა არის? აუცილებლად სპილენძის შემცველი პრეპარატით და აუცილებლად ბიოპრეპარატია, ჩვენ ძალიან ბევრი ბიომეთხილები გვყავს სამეგრელოში. მაგრამ კი ბატონო, იხმარონ ეს ქიმია, მაგრამ რაშია საქმე, იცით? აუცილებლად უნდა შეიწამლოს და რატომ? იმიტომ რომ მოზამთრე მავნებლები, როცა ზამთარი დგება, იმ ჩამოტეხილ ტოტზე, იმ გამხმარ ტოტზე უფრო კარგად გრძნობენ თავს და იქ იბუდებიან და იქ კვერცხებს და ჭუპრებს. ამიტომ აუცილებელია მისი წამლობა, რომ თავიდანვე მოვსპო და გაზაფხულიდან რასაკვირველია, კვება, წამლობა, გამოხშირვა. შემდეგ ყველაზე ძირითადი რა არის, როცა თხილს პატარა ქვემოდან ამონაყრები რო აქვს, აი ის უნდა მოისპოს პირველ რიგში, იმიტომ რომ დედა ფესვიდან პირველ რიგში იმას კვებავს და მერე მიდის ზემოთ საკვები. ამიტომ აი ის უნდა მოისპოს ქვემოთ, რომ ლაღი და კარგი გაიზარდოს ჩვენი თხილი და მოსავალის კარგი იყოს. წელს მაგალითად თხილის მოსავალი იქნება კარგი, იმიტომ რომ შემოიარე მონიტორინგი მქონდა მე და ვნახე რომ კარგად ასხია ჩვენ თხილს და ფაროსანამაც უკან დაიწია მე მგონი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლალი, წარმატებას გისურვებთ და ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და როგორ უნდა მოვუაროთ თხილს, პრაქტიკული რჩევები და ის საოცარი ისტორია. თუ როგორ გაუდექით ამ დიდ გზას და აღმოაჩინეთ უძველესი ქართული დავიწყებული ჯიშები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ლალი გოგინავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და დოქტორი და პროფესორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ასეთი იყო დღევანდელი რუბრიკა ამბები ფერმიდან. ვფიქრობ საინტერესო პრაქტიკული რჩევებით დატვირთული. და მე მგონი არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით რომ ეკრანიდან შევეცადეთ ეს ძველი ქართული გემოები ჩვენი მაყურებლისთვისაც გაგვეხსენებინა, იმედია გახდება მეტად პოპულარულიც. გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით. დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს. წარმატებას გისურვებთ ძალიან კარგ საქმეში და სხვათა შორის ქალბატონი ლალის წყალობით არა მხოლოდ ეკრანიდან შევძელით რომ გვეჩვენებინა, ასე ვთქვათ, ეს დაკარგული ჯიშები, არამედ რეალურად უკვე ადამიანებს გვაქვს საშუალება გავიდეთ, შევიძინოთ და დავაგემოვნოთ ის უნიკალური ქართული ჯიშის ვაშლები, რომლებიც ხალიც და ხალიც, ხილიც, რომლებიც შესაძლოა ბევრს საერთოდ არც გაუსინჯავს არასდროს.